ჩვენი თემა დღეს 4 ქალი შევარჩიე და პირველი როგორც გითხარით, ჩემი ინსპირაცია იყო სასახლე ლამისყანაში, რომელიც წესით მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო და კიდე ერთი თვით გადაიწია ამ სასახლის გახსნამ. როგორც მაშინაც თქვი გადაცემაში, ეს სასახლე მარიამ ჯამბაკურ ორბელიანს საჩუქრად გადასცა, ანუ უბოძა მისმა დედამთილმა ნინო თორნიკეს ასულმა ერისთავმა და სასახლესთან ერთად გადასცა გალავანი, რომელიც ერისთავების აშენებული იყო, ასევე ეს არის თავად მარიამი, ხო? თავად მარიამი და ეს არის ქალი, რომელიც იყო ავანგარდში, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ქალთა განათლების თვალსაზრისით. თვითონ ბევრი რამე შეიძლება ითქვას, ახლა მე რაღაც თითოეულ რაღაცას ვიტყვი მის შესახებ, ჯერ წარმომავლობა მისი არ დაგვაუწყდეს, ის არის თეკლა ბატონიშვილის შვილიშვილი, ანუ ერეკლე მეფის შვილთაშვილი არის და ცოლად გაყვა ლამისყანელ ორბელიანს, ანუ ალექსანდრე ორბელიანს, რომელიც ასევე იყო სამხედრო პირი და რაღაცა უკარგესი ადამიანი. ეხლა აი სწორედ განათლებაში ხედავდა ის ქალთა განვითარებას და გადარჩენას. ძირითადად ამ მიმართულებით მაქვს არჩეული 4-ვე ეს ქალი, ვის შესახებაც დღეს მინდა გიამბოთ. 1888 წლიდან მარიამ ჯამბაკურ ორბელიანმა დაიწყო ბრძოლა ქართველი ქალებისთვის ქართული სკოლის გახსნისთვის, ასე ვთქვათ და პირველი რისი გაკეთებაც დაიწყო, ეს იყო თანხის მოგროვება. 6 წელი აგროვებდა ადამიანი თანხას. 10,000 მანეთი შეაგროვა. ეხლა ეს არ იყო პატარა თანხა იმ პერიოდისთვის და ამის შემდეგ იწყებს ის ძალიან რთულ გზას უკვე ნებართვისთვის და 10 წელი იბრძოდა ნებართვის მოსაპოვებლად. იმ ფორმალური და რაღაცა ბიუროკრატიული საკითხებისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო ქართული სკოლა ქალებისთვის. სკოლები და გიმნაზიები მანამდე არსებობდა, მაგრამ ეს იყო რაღაცა ახალი ეპოქა და გარდატეხა ქართველი ქალებისთვის და 1906 წელს გახსნა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. ეს იყო თბილისში იყო ეს სკოლა გახსნილი და მარტო თბილისი და დედაქალაქი არ იყო მათი მთავარი ორიენტირი, როგორც გითხარით, ლამისყანაში ცხოვრობდნენ და აი ძალიან ბევრი რამე მაქვს წაკითხული ჯამბაკურ ორბელიანებზე და მათ ეძახდნენ სოფლის ბატონებს კი არა, სოფლის პატრონებს. ეხლა რას აკეთებდნენ ეს ადამიანები? თავიანთი სახსრებით მაგალითად გაიყვანეს წყალი, თავიანთი სახსრებით პირველი სამედიცინო დახმარება და პუნქტები ჰქონდათ გახსნილი ლამისყანაში და გლეხები თავად დაყავდათ მაგალითად გორში და სხვადასხვა დაწესებულებებში სამკურნალოდ, ანუ ნამდვილად პატრონები იყვნენ იმ დაწესებულების, სადაც იყვნენ. გარდა ამისა, მათ საგურამოში შექმნეს გახსნა მარიამმა სასოფლო სამეურნეო სკოლა და სოფელ ატენში, რომელიც იყო მათი საგვარეულო მამული, ანუ იქაც გახსნა სკოლა, რომლის ხარჯების ნახევარი დაფარა თვითონ და ნახევარი წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ თავად მარიამ ჯამბაკურ ორბელიანი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდგა ავანგარდში, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ აი ქალების განათლება, ანუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალების განათლებას. და ატენის სიონი ვახსენე, ატენი ზოგადად მათი მამულია და ატენის სიონთან დაკავშირებითაც აი ბევრმა იცის რა საკვირველია, არსებობს მისი წერილი, რომელიც მან მისწერა ექვთიმე თაყაიშვილს და ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიწერილ წერილში მარიამ ჯამბაკურ ორბელიანი ამბობს, რომ ატენის სიონი წარმოადგენს მის პირად სრულ საკუთრებას, მის პირად საკუთრებას და ატენის სიონს ის გადასცემს საისტორიო, საეთნოგრაფიო საზოგადოებას ერთადერთი მიზნით, რომ ძეგლი იყოს შენარჩუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაცა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის ნაბიჯი, იმიტომ რომ ამჟე კერძო საკუთრებაში რაღაცა რო არის, იქ მეცნიერი ხო ვერ შევა თავისი და ხო არ დაიწყებს კვლევას. ამის შემდეგ დაიწყეს მაგალითად კვლევა, აშენების თარიღი, ფრესკების შესწავლა, იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლი დაუბრუნა, ასე ვთქვათ, საქართველოს და მისცა შესაძლებლობა, რომ ეს ძეგლი ყოფილიყო შესწავლილი, ესეც არის მარიამ ჯამბაკურ ორბელიანის გაკეთებული. და ეხლა პირველი, ანუ ერთ-ერთი რის გამოც, ვთქვათ, სულ მინდოდა, აი პირველი რა გააკეთეს ამ ქალებმა, ამის მიხედვით მომეხდინა კლასიფიკაცია. გარდა ამ განათლებისკენ მიმართული საქმიანობისა, მარიამ ჯამბაკურ ორბელიანს უკავშირდება პირველი ქართული დესერტი, რომელსაც
ჩვენ ვეძახით ორბელიანის ნუგბარს კი ეძახიან, მაგრამ მე მომწონს ორბელიანის კაკლუჭა. ეს არის სამეფო დესერტი, ახლა ჩვენ თქვათ ნუგბარი შეიძლება მანამდეც ქონდა, მაგრამ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ტკბილეული, განსაკუთრებული ნამდვილად სამეფო ნუგბარი. კი ბატონო, რომელიც პარიზიდან სხვათა შორის ჩამოიტანა და იქ ყავდა ესეთი პირისფარეში პელაგია სახელად და როგორც მაინც განათლებისკენ მიმართული ქალი რო იყო, ამ პელაგიას დაეხმარა რაღაც კულინარიული სკოლა დაემთავრებინა პარიზში და როდესაც დაბრუნდნენ საქართველოში, დაიწყეს ამ კაკლუჭის დამზადება და როგორც ახლა ორბელიანები გვეუბნებიან, ეს არის სპილენძისფერი, რაღაც არა, უფრო ვერცხლისფერი, ღია ფერის კაკალი, ანუ მთელი ლებანი, რომელსაც ესე ფუნჯით ასუფთავებენ, ესე ხედან და მერე რაც თავარია და ორბელიანები არავის რეცეპტს არ ეუბნებიან, ეს არის კარამელი, რაშიც ხდება აი ამ მთლიანი ლებნის ამოვლება და ესეთი რამე მაქვს მათი ჩამომავლის. აგერ მე უკვე ვათვალი. კი ბატონო, თბილისის რამდენიმე კაფეში არის, ხშირად სტუმრობ ხოლმე მაგ კაფეებს და როგორ აკეთებდნენ ახლა კარამელს, აუცილებლად რაღაც ამომავალი მზის ამოსვლის პერიოდში მზადდებოდა ეს კარამელი და როდესაც მიიღებდაო ჩამავალი მზის ფერსო, აი მაშინ ხდებოდა სრულ სიჩუმეში ამის ამოვლება, რაღაცა მისტიური. წესით ახლა უნდა გავიდე სამის კადრი ჩვენს ეთერში, რომ მაყურებელმაც იხილოს რა აღწერეთ და რა წერეთ. კი ბატონო, თუ გავიდა თუ არა და მოვიძიოთ ორბელიანის კაკლუჭა, ნუგბარი და შეგვიძლია მოკლედ დავაგებოთ. დღეს ამონაკო ჩემს ყურება არც ესე. ეხლა რაც შეეხება ჩვენ სხვაც გვაქვს, ვინმე რო არ შემოგვედაოს, ეხლა ჩურჩხელა კი გვაქვს, ეხლა ნიგზის და ვთქვათ იგივე ყურძნის წონის კომბინაცია, ჩურჩხელა ძალიან ძველია და როდესაც ამ თემას ვამზადებდი, ესეთი ძალიან სახალისო ინფორმაცია შემხვდა, რომ 1867 წელს ეს იყო გორის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ივანე სულხანიშვილმა ჩურჩხელა ჩაიტანა პარიზის სოფლიო გამოფენაში. იქ იღებდა ჩვენი ჩურჩხელა მონაწილეობას. უბრალოდ როგორც ჩანს, რამე პრიზი რო აიღო, კი გვეცოდინებოდა ამის შესახებ. უბრალოდ ვიცით, რომ მონაწილეობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და რაც შეეხება თვითონ სიძველეს აი ამ ჩვენი ქართული ნუგბარის, ჩურჩხელის, სხვა ერების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ეს ნუგბარი, მარტო ჩვენი არ არის, რა თქმა უნდა. აი ბერიძის წიგნში წერია ასეთი საინტერესო ინფორმაცია, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი 1000 წლეული სამარხები იპოვეს, სადაც არის თიხის ფირფიტა, რომელშიც არის გამოსახული ჩურჩხლის წარმოების, ანუ გაკეთების პროცესი. ასევე ნაპოვნია ჭურჭელი, რითაც ხდებოდა ამ ჭურჭელის გადატანა, შენახვა და ასე შემდეგ. ესე იგი, მთლად ასეთი ძველი თუ იყო, მე პირადად ნამდვილად არ მეგონა ჩვენი ჭურჭელა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დღეს ესეთი ორბელიანებთან და სამეფო დესერტთან კავშირი თუ გვინდა, შეგვიძლია გავსინჯოთ ორბელიანების კაკლუჭა, ასე ვთქვათ, რომელიც მარიამ ჯამბაკურ ორბელიანს ეკუთვნის. სხვათა შორის, რაც შეეხება საფლავს, მე ხშირად კი არა, ყოველთვის, როდესაც ადამიანის ბიოგრაფიას ვკითხულობ, სულ მაინტერესებს, სად არის ადამიანი დასაფლავებული რატომღაც და მე ვნახულობ ხოლმე მის საფლავს და სხვათა შორის ამას წინათ ვიყიდე წიგნი დიდუბის პანთეონზე, რომელსაც მოყვა 110 საფლავის რუკა და აი ისეთი საფლავები ვიპოვე და ისეთი გახარებული ვიყავი, რომ მაინც როდესაც ნახულობ კონკრეტული ადამიანის საფლავს, იმას აბსოლუტურად სხვა ეფექტი აქვს, აი დოკუმენტია რა. აი თითქოს არქივში რაღაცა მნიშვნელოვანს მიაგენი, აი ძალიან სხვა არის. სხვათა შორის მე დღეს ვამზადებდი თემას კუკიის ისტორიულ სასაფლაოზე და ამ სასახლის გამო გადავიფიქრე შემდეგში კი ბატონო, კუკიის სასაფლაო და სხვათა შორის მარიამ ჯამბაკურ ორბელიანის მეუღლე ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც 1919 წელს გარდაიცვალა, დაასაფლავეს სიონში, ანუ სიონშია დასაფლავებული, მაგრამ მარიამის საფლავის სამწუხაროდ დაკარგულია. ჩვენ ვიცით, აი წიგნი არის ესეთი ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლის მიხედვით, ის არის დასაფლავებული კუკიის სასაფლაოზე. ეხლა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მაქვს გეოგრაფიული коорდინატები და ჩვენი გიდი არის ნინო, რომელმაც
იცის ძალიან ბევრი საფლავი და აი გეგმავთ რომ რაღაცა მოუძებნოთ მარიამის საფლავი თუ მივაგენით, იმიტომ რომ კუკის სასაფლაო არის ყველაზე დიდი და ყველაზე მეტად შესასწავლი სასაფლაო, სადაც ბევრი ადამიანი არის მოსაძებნი, ასე ვთქვათ, მათ შორის მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. მოკლედ ეს ხალხთა ეკონომიკური მხარდაჭერის იდეისთვის ძალიან ბევრი ათეული წელი მოღვაწეობდა ეს ქალბატონი და ძალიან დიდი ადამიანი, სხვათა შორის აყავდა შვილები. 1941 წელს გარდაიცვალა. და იმ პერიოდში მას სიონში და ტაძარში არავინ არ დაკრძალავდა. ანუ წერია. მე-19 საუკუნის მიწურულს მე მახსენდება ეგეთი ქალი ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ასევე პირველ რაღაცა ფემინისტად იყო, ხო, რაღაცა მე-19 საუკუნის დასასრულისკენ ქონდა. მე რომ იმას ვამბობ, რომ ის რომ ქალების უფლებებს დამცველი საქართველოში ოდითგანვე ყავდა, აი ცარიზმის პერიოდშიც კი და მე საბჭოთა კავშირის ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს რა, ის რომ ჩვენი პარლამენტი ქალებითაც იყო დაკომპლექტებული, ეთნიკური უმცირესობებით იყო დაკომპლექტებული, ეს მეტყველებს იმაზე, როგორი რესპუბლიკის აშენება გვინდოდა და როგორ აბრძოლა გავიარეთ ამის. და ერთ ქალზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ეხლა პირველი პოეტი ქალი, ვიზეც ჩვენ ცნობა მოგვეპოვება, თორე პირველი აქამდეც იქნებოდნენ, რა თქმა უნდა, პოეტები. უბრალოდ ვინც ვიცით, რომ ანუ მასზე არის ცნობა მოცემული, ეს არის ბორენა დედოფალი, ბაგრატ მეოთხის მეუღლე, ოვსთა. კი ბატონო, მე-11 საუკუნეა და ბაგრატმა ის შეირთო ელენე დედოფლის გარდაცვალების შემდეგ. თქვენ ხედავთ ფრესკას, ეს არის ატენისიონის ფრესკა არის, ატენისიონში ესეც გაგრძელება არის ერთგვარად მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, არის გამოსახული აი მე-11 საუკუნის დინასტია, მათ შორის არის ბაგრატ მეოთხე, მისი ოჯახის წევრები და ერთ-ერთი მეცნიერთა უმრავლესობის აზრით არის ბორენა დედოფალი. ეხლა ბევრი არის ცნობილი მასზე ისტორიაში. ბევრი არაფერი არ იძებნება, მაგალითად რაც შეეხება აი ლექსთან დაკავშირებით, ანუ რატო ითვლება რომ ეს არის პირველი პოეტი ქალი, აღმოჩენილია სვანეთში მაცხოვრის ეკლესიაში ხატს აქვს, ესე ვთქვათ, წარწერა იამბიკო, ასე ვთქვათ, ლექსად, რომელსაც ქვევით აწერია ქალწულო მიხსენ ბორენა ჭირნახული. ეს ჭირმრავალი და უმეტესობა მეცნიერებისა ფიქრობენ, რომ ეს არის სწორედ ბაგრატ მეოთხის მეუღლე ბორენა. გამონაკლისი არის პავლე ინგოროყვა, რომელიც ფიქრობს, რომ ცოტნე დადიანის მეუღლე არის ბორენა, მაგრამ მას არ ყავს ისეთი მხარდამჭერები. ეხლა რაც შეეხება თორსების სვანეთის მუზეუმი, ხო, ელზა ეს კადრები? სვანეთის მუზეუმი, კი ბატონო, სვანეთის მუზეუმი. არ ვიცი, წელს იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ ვესტუმრო სვანეთის მუზეუმს, სხვათა შორის იმ ხატზე, რაზეც ახლა ვსაუბრობ, სადაც არის ეს ყველაზე ძველი იამბიკო, ეს ხატიც თავიდან ინახებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში და 1958 წელს ჩუბინაშვილმა მოკლედ ამ ლენჯერიდან წამოიღო ეს ხატი და მიიტანა მესტიის მუზეუმში, სადაც ის ამჟამად არის დაცული. საერთოდ სვანებისთვის ეს ერთ-ერთი საინტერესო თემა არის. ქალების პოეზია და ქალების პოეტობა არ არის ახალი და ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული ამბავი, იმიტომ რომ მაგალითად ნაქარგობებში ძალიან ხშირად არის ნარჩვენები და ამოქარგული სხვადასხვა ქალების მიერ დაწერილი ლექსები. მაგალითად, მე-13 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ლექსები არის უშგულის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ნაჭრის ქისაზე არის მოცემული და ამ ლექსების რაოდენობა არის 80-ზე მეტი. ანუ სვანეთში სერიოზული რაოდენობის პოეტი ქალები ყავდა, მათ შორის თვითონ ეს სახელი ბორენა სვანურ კულტურაში არის ძალიან ხშირად გამოყენებული. სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ ეს ბორენა ერთ-ერთი სვანი ქალი ყოფილიყო, მაგრამ რადგან ახლა მეცნიერები ესე გეუბნებიან, რომ ეს ბორენა დიდი ალბათობით არის დედოფალი ბორენა, ჩვენ ახლა სხვა უფლება არ გვაქვს მათ არ დაემსგავსოთ. კი ბატონო, და ჩვენ ახლა ვხედავთ სწორედ აი ამ ატენისიონის ფრესკას და ესეც ეს ფრესკა რო გვაქვს დღეზე შეგვიძლია თუნდაც ამ ბორენაზე საუბარი, ესეც არის მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის დამსახურება, რომელმაც აი გადასცა მეცნიერებს ატენისიონის შესასწავლად და მოგვიტანეს აქამდე. სხვათა შორის მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ სავალდებულო სანახავთა ნუსხაში, რომელიც აი უნდა მოვინახულოთ საქართველოს მოქალაქეებმა, აუცილებლად შედის
ატენის სიონი. ეხლა რაც შეეხება დრო რო არ გაგვექცეს, მე-19-20 საუკუნეში გადმოვინაცვლოთ, აი აჩვენეთ თქვენ როგორც ამბობდით, იყვნენ ყოველთვის ქალები და მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანების უფლებებისთვის და ერთი ასეთი ქალი, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ავანგარდში იყო, ეს იყო სამტრედიელი კატო მიქელაძე. მართლა გამორჩეული და გამორჩეული რაღაცა განსაკუთრებული ქალი სოფელ ყულაშიდან, ეს სოფელი იყო მიქელაძეების ამ ფეოდალური საგვარეულოს ცენტრი იყო პრაქტიკულად. თვითონ კიდე გაიზარდა ხა სიღარიბეში, ფუგუნებაში, მას არ უცხოვრიათ ამ მშობლების გარეშე გაიზარდა, მაგრამ აი რა მინდა ვთქვა ამ ქალთან დაკავშირებით. ჯერ 1903 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებამ ჩვენ გადაცემაც გქონდა ცალკე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, რამდენი რამე აქვს ამ საზოგადოებას გაკეთებული, რასაც აი დღემდე ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვიგებთ. შემდეგ ამ საზოგადოებამაც ხელი გაუმართა განათლების მიღების თვალსაზრისით. სასაკვირველია, რა თქმა უნდა, ამ საზოგადოებამ დააფინანსა მისი განათლება. ის მას ჰქონდა რეკომენდაცია ნატო გაბუნია და მარიამ დემურიასი. ნატო გაბუნია ეს აქცენტი ცაგარელის მეუღლეა. მათი რეკომენდაციით კატო მიქელაძის გაუშვეს პეტერბურგში სხვათა შორის სასწავლებლად პედაგოგიურ კურსებზე მოსკოვში უბრალოდ პედაგოგიურ კურსებზე და იქედან 1906 წელს ის წავიდა პარიზში ქართველების დაფინანსებით. ეს იყო ალექსანდრე ხახანაშვილი და სოფიო ამირეჯიბი. აუცილებლად დავასახელებ გვარებს ამ ადამიანების, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი ზოგჯერ ჭირს ხოლმე ვიხაროთ წარმატებული ადამიანის სიხარულით. ტრაგედიაში შეიძლება ყოველას მონაწილე ვართ, მაგრამ სიხარულის გაზიარება გაჭირდა სიხარულის გაზიარება და რამდენი ადამიანი ვიცი, როცა რაღაცა წარმატებას აღწევენ, აი ცუდ კომენტარს თუ ვინმე წერს, ისევ ქართველია და ისევ ესენი აცლიან ძალას, ასე ვთქვა და ამ შემთხვევაში ანუ კატო მიქელაძესთან დაკავშირებით ეს ორი ადამიანი მაგალითად სოფიო ამირეჯიბი მას უწევდა დახმარებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 10 წელი ის ცხოვრობდა ევროპაში ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა 10 წელი რომ ვიღაცამ მუდმივად გამოგიმართოს ხელი ეს ხო არ არის პატარა ამბავი სოფიო ამირეჯიბის ქალთა მოძრაობის იქაურ ევროპულ გამოცდილებას მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მხარდაჭერა გააგრძელეს უბალაშვილებმა აი ძალიან მიხარია ასეთი ამბავი და იქ გაეცნო რა თქმა უნდა ამ ქალების უფლებებს ამ ადამიანების უფლებებს და ამ იდეებით დაბრუნდა საქართველოში ძალიან საინტერესოა მისი შეხვედრა 1909 წელს პარიზში ჩავიდა სამკურნალო აკაკი წერეთელი მეუღლესთან ერთად და სწორედ ამ კატო მიქელაძის ძალიან ვიწრო ბინაში იყო მისული და ესეც რამეს წერს მოგონებებში რომ მეგონაო ჩემ წინო საქართველო იდგაო აკაკის რო უყურებდიო და იქვე აი პარიზში ყოფმა ქართველმა სტუდენტებმა აკაკის საპატივცემლოდ რესტორანში გამართეს პატარა წვეულება და იმ წვეულების დროს აი აკაკი ამბობს ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას რომ აი ჩავიხედავ რომ რამე არ გამომჩეს მაგალითად ესეთ რაღაცას ამბობს რომ თუ გინდათო რომ ერის ხალხის გაცნობაო კონკრეტული ერისო დაიწყეთო ქალების გაცნობითო როგორც აი მორალური ეროვნების ბარომეტრიო ასე ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანასო დაკნინება ერის დაკნინება ჩვენში ქალებს დაეტყოთო პირველ რიგშიო და ამაში რას გულისხმობდა რომ სასწავლებლად წასული ქალებიო რომ დაბრუნდნენო ქართულად ვერ მეტყოლებდნენო საერთოდო და მე გისურვებთო თქვენო რომ ამ სიტყვას ამბობს სასურველად დაუბრუნდეთ თქვენ სამშობლოს. ანუ რაღაცა ძალიან სწორი აქცენტები ქონდა აკაკის გაკეთებული. აი ძალიან იმედი დაუბრუნა ამ გოგონამ აკაკის. იმედი დაუბრუნა აკაკის და სხვათა შორის არ იყო აკაკის უიმედობა უსაფუძვლო. ძალიან ხშირ შემთხვევაში ანუ სწორედ აი ელიტას, განათლებულ ფენას, რომელსაც აი მიბაძვის ძალა აქვს. აი მათ ქმედებები არის ხშირ შემთხვევაში კატასტროფული შედეგების მომტანი. აი ხშირად ვამბობ ხოლმე პარალელს ვავლებ სამეგრელოსთან დაკავშირებით. რატომ არის რომ ასეთი უნიკალური ენა გვეკარგება მეგრელებს? მიზეზი არის ის რომ მეგრელები არ ლაპარაკობენ მეგრულად. როდიდან გადაწყვიტეს რომ არ ელაპარაკათ? ერთ-ერთ მიზეზად, აი, ჩემი სუბიექტური აზრია, ერთ-ერთ მიზეზად მაგალითად მე ვასახელებ იმას, რომ იმ განათლებულმა მეგრელებმა, ელიტამ, ასე ვთქვათ, რომელსაც ჰქონდა მიბაძვის ძალა, შეწყვიტეს მეგრულად ლაპარაკი.
და ეს იყო მაგალითის მიცემი საზოგადოებისთვის და ამიტომაც დღეს უკვე არ ვიცი თაობა რო გადაივლის ენა აღარ იარსებს არანაირი სტატუსი არ უშველის იმიტომ რომ არ ლაპარაკობ დანარჩენი საქართველოს უნდა სწავლობდეთ ალბათ გარკვეულწილად ელემენტარულ პატივისცემის ნიშნად მაინც და იმისთვის რომ უბრალოდ გადავარჩინოთ ეს ენა და ეს ძალიან სულ ვითარებაში ვარ აი აკაკის ქონდა ეს პრობლემა სწორად დანახული აი ის ელიტა ასე ვთქვათ რომელიც სწავლობდა ან ლაპარაკობდა რუსულად ან ლაპარაკობდა ფრანგულად ეს ითვლებოდა პრესტიჟად და ქართული ენა ისმოდა ყმაგლეხებში და მაგალითად თუ შეზღუდულ ეკლესიაში, უფლება შეზღუდულ ეკლესიაში ისმოდა ქართული, ესეც იყო ძველი ქართული, რაც რა თქმა უნდა ენის თვალსაზრისით პრაქტიკულად არაფრის მიმცემი იყო და აი ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა სხვათა შორის აკაკიმ, რომ აი მოუწოდა ახალგაზრდებს, აი კარგი სიტყვა თქვა, სასურველად დაბრუნდებოდეთო თქვენ სამშობლოსო და მართლაც 1916 წელს დაბრუნდა კატო მიქელაძე ქუთაისში, ქუთაისი ხო საერთოდ არ ვიცი, იქედან კი რა თქმა არ გამორჩებოდა. ვართ ბალში ვართ მთელი ქვეყანა ნამდვილად ესეა და ქუთაისში დაიწყო თანამოაზრეების შეკრება და 1917 წელს შექმნა ეს ქალთა დასი და დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის და გამოიცა ჟურნალი ხმა ქართველი ქალისა. წარმოიდგინეთ 1917 წელს გამოდიოდა ეს გაზეთი, რომელიც იყო საპოლიტიკო და სალიტერატურო ეს ძალიან ესეთი 17-დან ხო? 17-დან გამოიცა და კონკრეტული რევოლუციის მე კი სხვათა შორის თებერვლის რევოლუციას ეხმაურება ძალიან დადებითად, ანუ იმ პერიოდში უკვე გამოდიოდა ეს გაზეთი უკვე გამოდიოდა და რა იყო ახლა პრივილეგია ამ გაზეთის, ესე იგი არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას, მაგალითად თუ სხვა გაზეთებს ახლა არ დავასახელებ, იყო კონკრეტული პარტიის იდეის გამტარებელი, აბსოლუტურად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და საწყის გამოცემებშიც წერდა, რომ ის გააკრიტიკებდა და ასევე ღირსებასაც წამოწევდა რომელიღაცა პარტიის. იყო თქვათ იგივე მემარცხენე იდეის გამტარებელი, თავისთავად ცხადია, მაგრამ მაგალითად აკრიტიკებდა აი ბჭყალებში რო თქვათ მენშევიკებს იმისათვის რომ სეიმში არ იყო წარმოდგენილი ქალების ორგანიზაციიდან წევრი არ ყავდა. აი რა უნდათ იმ დროინდელ ქალებს ხო ეს კი ბატონო, აი ძალიან სწორია. მაგალითად ისინი იბრძოდნენ არჩევნებში მონაწილეობისთვის, თანაბარი განათლებისთვის, თანაბარი სამსახურებრივი ანაზღაურებისთვის. ეხლა როგორია, თანაბრად რომ მუშაობთ და ქალი იმის გამო რომ ქალია უფრო ნაკლებს რო იღებს ხელფასს და სამემკვიდრეო საკითხებზე სამემკვიდრეო საკითხები თანასწორ მიდგომას. თანასწორ უფლებია. მემკვიდრეობაზე გამახსენდა და ამაგერი პრაქტიკის მემკვიდრეები ვართ პრაქტიკულად დღესაც იმიტომ რომ დღესაც არის. საქმეც იმაშია რომ გამოიღო ბრძოლა ასეთმა ადამიანების ბრძოლამ. სხვათა შორის უნდა ითქვას ის რომ 1918 წელს პირველი რესპუბლიკის დროს გაზეთი დაიხურა. იმის გამო კი არ დაიხურა რომ უბრალოდ ის თავრობა იყო დევნი და გაზეთს. გაჭირვება იყო ძალიან და უმძიმესი კრიზისის წინაშე იდგა ქვეყანა და საერთოდ ნებისმიერი გაზეთი ან კერძო გამომწერების ან რაღაცა ისეთი ფინანსების ხარჯზე გადიოდა და ამიტომ გაზეთმა ვერ შეძლო ასე ვთქვათ ფუნქციონირება. ამ დროის მანძილზე ალბათ ბევრ ქალს შეუწყო ზოგადად ხელი რაღაც თვით რეალიზებაში და საკუთარი თავის წარმოჩენაში. რა თქმა უნდა და შემატა ძალა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის რომ იგივე პირველ არჩევნებში ქალები იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. საბოლოო ჯამში რისი თქმა შეიძლება რომ ასეთი ადამიანები ამშვენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სხვათა შორის, როდესაც გაზეთი დაიხურა, ბევრი ისდებს კატო მიქელაძეს ბრალს იმაში, რომ არ იყო უფრო მეტად აქტიური, თქვათ იგივე პოლიტიკურ საკითხებში, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. და თავს პედაგოგობით ირჩენდა, ცხოვრობდა რუსთაველის თეატრის გვერდით და აი ძალიან ამხნევებდა და აძლიერებდა ახალგაზრდებს, ანუ მთელი პოეტები, საზოგადოება, ანუ მისი სახლი იყო აი ამ ახალგაზრდების შეკრების ადგილი და სხვათა შორის რომ მისი საფლავი დაკარგულია. მე ხო საფლავების ძიებაში არა გვაქვს მისი საფლავი. საერთოდ არც ერთ წყაროში არ არის და მე სადაც ვნახულობდი, ყველგან დაეწერა რომ საფლავი ითვლება დაკარგულად. უბრალოდ ის წერია რომ როცა ის გარდაიცვალა, 2 თუ 3 ადამიანი მაგააცილა, იმიტომ რომ პირადად ოჯახი არ ყავდა და აი ესეთი ადამიანები ესე მიდიან, მაგრამ მათი გაკეთებული საქმეები დღემდე სხვათა შორის 2013 წლიდან არსებობს მისი სახელობის პრემია
და აი ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს აჯილდოებენ 29 ნოემბერს, რომელიც საერთაშორისო დღე არის აი ამ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. ისე რომ რაღაცა საოცარი ქალია ეს კატო მიქელაძე, რაღაცა ძალიან საინტერესო ხალხი. არაჩვეულებრივი რაღაცა იმ ეპოქის ქალები, რაღაც საოცარი ქალები ყავდა. ვეთანხმები აკაკი წერეთელს ერის შეფასება თუ გინდა თუ შეხედეთ ქალებსო, იმ ერის ქალებსო და ისეთი ქალები ყავდა, რომ ნამდვილად უკეთეს ვიმსახურებთ დღეს რაც გვაქვს იმასთან შედარებით. ალბათ ქალებთან მიმართებით ის ქალების უფლებრივი და ზოგადად მენტალური მდგომარეობის გავარესება ალბათ უკავშირდება გასაბჭოებას, არა? აუცილებლად. ალბათ 1921 წლის შემდეგ ხდება ქალის კულტის დაკნინება თითქოს მაგის მერე არის რაღაცა. იგივე ჯამბაკურ ორბელიანს ამათხოვრეს პენსია არ დაუნიშნეს ცოცხალთავით. იგივე ეკატერინე გაბაშვილს ძალიან დაამცირეს. და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქმეში ერთვება რუსული და ტერორისტული ქვეყანა. ამ ასეთი ქვეყნებისთვის არ არსებობს ადამიანური ღირებულებები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თუ გადავახოთ ჩვენს უკან წარსულში და შევხედავთ პირველი რესპუბლიკის დროს ქალების და ზოგადად ეთნიკური უმცირესობის, ზოგადად სოციალური მდგომარეობა როგორი ჰქონდა ჩვენ და როგორი პირველი რესპუბლიკა უნდა აგვეშენებინა, ჩემ ეს დეს იყო მთავარი мотиваცია, რომ სამ წელიწადში გადაწყვეტეს, რომ გავეჩერებინეთ და დავეპაუზებინეთ, რომ ეს რესპუბლიკა არ შემდგარიყო. ბოდიში რომ შეგაწყვეტინე. არა, როგორ გიყავთ პირიქით. და კიდევ ერთი ქალი მინდა გავიხსენო. ეს ქალი არის პირველი ქართველი არქიტექტორი. ქეთევან ქურდიანი. ქეთევან ქურდიანი 1929 წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტს ყავდა ორი სტუდენტი, ანუ ეს იყო პირველი გამოშვება, ეს იყო არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე ქეთევანი, რომელიც ძალიან მალევე დაქორწინდნენ. ანუ პროფესიასთან ერთად იპოვა ცხოვრებისთან. არჩილ ქურდიანიც ხო? კი, არჩილ ქურდიანი იყო მისი კურსელი, ანუ გასაგებია. პირველი გამოშვება ამ ფაკულტეტის იყო, ცოლ-ქმარი, მოკლედ, ნუ იმ პერიოდში არ იყო. ვიხსენებდი წერეთელს ჩემთან ახლოს ვეხანობთან. აი მეუღლესთან ერთად ქურდიანი ვარ, მე მგონი არჩილ ქურდიანის არჩილის საფელია კი სხვათა შორის არჩილ ქურდიანის მამა საერთოდ მე მგონი ყველა გადაცემაში ვინმე ქურდიანს ვახსენებ, იმიტომ რომ მე-6 თაობა არის 125 წელზე მეტია ადამიანები აშენებენ და აშენებენ. ეს რაღაცა ფენომენალური მოვლენაა და მამამისი, ანუ პირველი აი ამ დინასტიის თავკაცი, ასე ვთქვათ, გიგო ქურდიანი, მისი დაპროექტებულია გიგო ქურდიანის დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩა, ელბაქიძის დაღმართი და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპროექტებაში, მშენებლობასა და ასე შემდეგ. მოკლედ საოცარი ადგილია. თვითონ ამ ქალმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო მუშაობა ძალიან სერიოზულ მაშინ, რა ქვია, კომპანიებში ქმნიდა ძალიან საინტერესო პროექტებს და მისი მიერ დაპროექტებულ შენობებს შორის არის ადმინისტრაციული შენობები, არის მაგალითად საცხოვრებელი სახლები, იგივე ჭავჭავაძეზე, ბაგრატიონის ქუჩაზე და ერთი ძალიან საინტერესო სახლია, მე ნელ-ნელა კოლაში გვაჩვენებენ, ყველასთვის ნაცნობი სახლებია ეს ქურდიანების სახლი, ჯერ დინასტიის ქურდიანები და მე კიდე მეუღლე ქურდიანის ესეც მათი სახლია. ერთ-ერთი სახლი ეხლა წესით უნდა მაყურებელმაც ნახოს ის შენობები, რომლებსაც ახლა კი ბატონო, აი ზუსტად ეს შენობებია, რომელიც ეკუთვნის ეს რომელი შენობაა? ჭავჭავაძის შენობები. ეხლა მე მინდა ერთი შენობის შესახებ გიამბოთ, რომელიც დგას დოლიძის და პეკინის კუთხეში, ყველამ ვიცით ეს შენობა, აკადემიკოსების კორპუსს ეძახიან და ამ შენობის არქიტექტორი არის აი ამ შენობაზე მაქვს საუბარი. ყველა ვცნობთ ამ შენობას არის ელენე ქეთევან ქურდიანი არის არქიტექტორი ამ შენობის და ეხლა რას უკავშირდება ეს შენობა? შენობა აშენებულია სტალინის ბრძანებით. შენობის სხვათა შორის სტალინის სახლ-მუზეუმი გორში არის არჩილ ქურდიანის დაპროექტებული. და გორში არსებული სასტუმრო ინტურისტიც არის ქურდიანების დაპროექტებული ერთ-ერთი კეთილგანწყობით სარგებლობდა სხვათა შორის სტალინის და როდესაც სანამ სტალინი გარდაიცვლებოდა მოკლედ მან გამოსცა ესეთი ბრძანება რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის ყველა დედაქალაქში უნდა აშენებულიყო სპეციალური სახლები მეცნიერებისთვის და აკადემიკოსებისთვის
და დაიწყო მშენებლობა და როდესაც სტალინი უკვე მოულოდნელად 1953 წელს გარდაიცვალა, ეს პროექტი იყო განხორციელებული მხოლოდ თბილისსა და ბაქოში. ანუ სხვაგან არსად არ იყო აშენებული და თბილისში უკვე აი ძალიან ბოლოს იყო სრულდებოდა მუშაობა და რადგან ადამიანი გარდაიცვალა, გადაწყვიტეს რომ აი ზედა ნაწილი, სულ ესეთი ფანჯრების ნაწილი, რაფები არ იყო ერთ ზოლზე. ანუ რაღაცა ხარვეზით იყო ბოლო ნაწილი გაკეთებული და სხვათა შორის ქეთევან ქურდიანი თავზე ედგა მშენებლებს, ანუ ძალიან მკაცრად აკონტროლებდა ამ სახლების მშენებლობას და როდესაც დაინახა რომ რაღაცა იქ ერთ ზოლში არ იყო გაკეთებული, მშენებლებს უთხრა რომ ხარვეზი უნდა აღმოფხრილიყო დღეს საღამოსვე, ანუ იმის შემდეგ გაიგრძელებდნენ და მე ის ხარვეზად არჩებოდა და აბსოლუტურად დაიგნორეს მისი ნათქვამი და როდესაც ღამე მოვიდა სანახავად, ნახა რომ მშენებლებს ფანჯრის რაფები არ ჰქონდათ გასწორებული და იქვე მუშაობდნენ ქვის მთლელები, ანუ თლილი ქვისგან არის გაკეთებული შენობა და ქვის თლელებს თხოვა რომ აი ყველაზე დიდი ურო ამატანილი ძევითო და აიტანა ეს ურო და დალეცა მთლიანად ის ფანჯრის რაფები და ზედა ნაწილი და როდესაც დილით მშენებლები მოვიდნენ, აი კიდე ლეწავდა, ანუ მთლიანად ის რაც ნაკლი და ხარვეზი რასაც ჰქონდა, ერთად ჩამოანგრია და როდესაც ხელმძღვანელმა ასე ვთქვათ ამ სახლის მშენებლობის ნახა ასეთ მდგომარეობა, დაურეკეს ცეკას მდივანს და ცეკას მდივანმა სასწრაფოდ სხოვა დამალაპარაკეთო უთხრეს ქეთევანზე და ქეთევანმა რო კითხა რომ ვის ვესაუბრებიო და იმან ხმამ უთხრა ცეკას მდივანსო ამ შენობაში მე ვარ ცეკას მდივანიო და დაასრულა საუბარი და მე მშენებლებს უთხრა რომ გაასწორეთო თორე ვერ გიშველით ცეკას მდივანიო ესეთი ძალიან საინტერესო შემთხვევა ამ ადამიანმა დაამტკიცა რომ პროფესიას არ გააჩნია სქესი აი მე ძალიან ვაფასებ ესეთ ადამიანებს და მაშინდელმა მთავრობამ სხვადასხვა ამ ბინაში მას მისცა ბინა საცხოვრებელი და ასევე ამ სახლში ცხოვრობდა მისი მეგობარი ძალიან ცნობილი მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი და ქეთევან მაღალაშვილი ცხოვრობდა სხვენის ტიპის სახლში ეს იყო ძალიან მაღალი სართული ამ სახლს არ აქვს ლიფტი მე ვიცი ეს სახლი როგორია და ფეხების ტკიოდა მაღალაშვილს და აი ძლივს ადიოდა ამ სახლში, აი ხედავდა როგორ უჭირდა ამ ხალხს და ამ თავრობის მიერ მისთვის მიცემული ეს ბინა აჩუქა ამ ქეთევან მაღალაშვილს. ქეთევან ქურდიანმა, აი ესეთი საოცარი ხალხი ყავდა მოკლედ. თვითონ აი ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება და გაზრდილი იყო მხატვრის ოჯახში, მაგალითად აი ქართულ ჩუქურთმას იცნობდა ზედმიწევნით და ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც მისი შვილი ასევე არქიტექტორი გიორგი ქურდიანი სწავლობდა აკადემიაში, ეს იყო აი ხრუშოვის პერიოდი და ის პერიოდი, როდესაც ხრუშოვმა აკრძალა ქართულ არქიტექტურაში ეროვნული ელემენტების გამოყენება და დეკორი, ანუ პრაქტიკულად და აკადემიაშიც არ ისწავლებოდა სხვათა შორის და შემდეგ მოგონებებში წერია აი თუნდაც უმცროსი არჩილ ქურდიანის და კიდე სხვების რომ როგორ ასწავლიდა აი საკუთარ შვილს მაგალითად მომავალ არქიტექტორს გიორგი ქურდიანს ანუ ჩუქურთმის ანატომიას იმდენად ზედმიწევნით იცოდა და ასეთი ადამიანების წყალობით გვაქვს ესეთი ბრწყინვალე არქიტექტურა და ვართ მოსული აქამდე. კი ბატონო, კიდე რა შეიძლება ითქვას, რამე რო არ გამოჩნდეს მართლა. არ ვიცი. კი ბატონო. თვითონ ამ არჩილ ქურდიანის შექმნილია ძეგლთა დაცვის სამსახური საქართველოში. ამ კაცი შექმნილია და ნეტა თუ იცის როგორ მუშაობს დღეს, საიდან ეწოდინება, მაგრამ ასეთი ადამიანები უყრიან საფუძველს ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს და რატო როგორღაც გრძელებლები მაინც უნდა ვიყოთ მინიმუმ თუ თქვათ რაც მათ ააშენეს ის მაინც უნდა დავიცვათ თუ არ გამოვითარეთ ის მაინც დავაკონსერვო და დავიცვათ რაც უღრმესი ეს ოთხი ქალი ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ეს არის ამოუწურავი თემა საბედნიეროდ ყავს იმდენი ქალი რომ დაუსრულებლად შეიძლება სასახადოების შემოეთ რამდენიმე წუთი უნდა შევისვენოთ რეკლამის შემდეგ სხვა თემით დაგიბრუნდებათ ყოველდღე დროებით გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola